ახლა კი პირველი დიაგრამა გადავიდეთ უკვე ანალიტიკურ ნაწილზე, რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. კვლავ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები სხვათა შორის სიმბოლურია, რომ გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მხრიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკი, რომლის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს, სადაც არაერთხელ ვარ დავყოფი, მათ შორის დაახლოებით 10 თვის წინაც და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკმა 0.5% კვლავ გაზარდა, სადაც აღნიშნულია ასევე ძირითადი მიმართულებები თუ რა იყო ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები და ამავდროულად რაც ყველაზე საინტერესოა, რომ მოლოდინი არის კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის. ანუ საუბარი შეეხება უძრავი ქონების, ტრანსპორტის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება კიდევ უფრო მეტად მაღალი. მე შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში ამ დროს დაახლოებით უფრო თებერვლის დასაწყისში იყო ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკი EBRD იყო ის პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზ პოზიტიური მიმართულებით და ახლაც ჩვენ ვნახეთ, რომ EBRD აქაც პირველი ორგანიზაცია, რომელიც პოზიტიური მიმართულებით აფასებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს და ისიც ვნახეთ, რომ შემდგომ იყო რამოდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასება, მათ შორის ჩვენ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებს უკვე ველოდებით გაზაფხულზე, მათი ყოველწლიური შეხვედრის შემდგომ პერიოდში, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე ეკონომიკური ზრდის გადახედვის ნაწილს პოზიტიური მიმართულებით, რაც მთავარია ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებაში, ისევე როგორც ყველა სარეიტინგო სააგენტოს შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში და სხვა შორის პირველად აფიქსირებენ ამას, რომ პირველადვე კარგი გაგებით კითხვის ნიშნისქვეს აყენებენ საკუთარი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პოზიტიურ ჭრილში, ანუ ისინი დაშვებას აკეთებენ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ეკონომიკა, ვიდრე მათ, ასე ვთქვათ, დააფიქსირეს პირველადი პროგნოზი. ეს არის ფანტასტიკური ნაწილი ამ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აჩვენებენ საქართველოს ეკონომიკისადმი ასეთ ნდობას. ეს რა თქმა უნდა მეტყველებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს სიგანსაღლები. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება ვახსენეთ ამავდროულად სარეიტინგო სააგენტოები და შევხედოთ Moody's-ის ასევე ახალ გამოქვეყნებულ შეფასებას, სადაც აღნიშნულია, რომ ასევე მსგავსად EBRD-ს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის და 5.5% იქნება. მოკლედ, სარეიტინგო სააგენტო ამ შემთხვევაში Moody's-ი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი EBRD გუშინ ზუსტად ერთ დღეში რამოდენიმე საათის შუალედით საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზებს აუმჯობესებენ და გვაჩვენებენ იმ კრიტერიუმებს, თუ როგორ შეიძლება საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ის ვითარება, რომელიც ჩვენ გვაქვს ჯამში და ეს არის იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა და მე დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად ზრდის ტენდენციით იქნება გადახედილი და გაუმჯობესებული. თუმცა კიდევ ერთხელ რა იწვევს ყოველთვის მაღალი ეკონომიკური ზრდისკენ სვლას? ამის რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის იმ საერთაშორისო ფუნქციის და იმ საერთაშორისო კავშირების გამყარება, რომელიც საქართველოს აქვს, ხო? აღნიშნული იყო ტრანსპორტის მიმართულებაში ინვესტიციები, იგივე EBRD-ის შეფასებაში ენერგეტიკის მიმართებაში და ასე შემდეგ. ტრანსპორტი და დაკავშირებადობა არის საქართველოს სწორედ გამოკვეთილად ძლიერი მხარე. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო გუშინდელ ფორუმზე, კახეთში გამართულ ფორუმზე, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მასპინძლობდა კოლეგებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან და სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვნახეთ საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, ერთის მხრივ ორმხრივი შეხვედრები, სწორედ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შორის, ისევე როგორც ჩვენ ვნახეთ ძალიან საინტერესო ბიზნეს ფორუმი, სადაც ცხადია სამივე მინისტრი გამოვიდა სიტყვით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა ფორუმი და ამ ფორუმის ფარგლებში, კახეთში, ამ ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ჯამში მონაწილეობდა 400-მდე დელეგატი და 300-მდე დელეგატი აქედან იყვნენ სწორედ მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები. საკმაოდ აქტიური ფორუმი იყო, სადაც ძირითადი საკითხები, როგორც ჩვენ შემდგომ ვნახეთ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებაში, ძირითადი საკითხები შეეხებოდა სწორედ დაკავშირებადობას ტრანსპორტს, ენერგეტიკას, საქართველოს ლოჯისტიკურ ჰაბად ფორმირების საკითხებს კიდევ ერთხელ და სწორედ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად საქართველოს ქმნის ამ ახალ შესაძლებლობას. ძალიან საინტერესო იყო ამ შემთხვევაში თურქეთის ვაჭრობის მინისტრის შეფასება, რომელმაც საქართველოში გამართულ ფორუმს უწოდა კავკასიის
დაოსი, ცხადია მან დაოსის ეკონომიკურ ფორუმთან გაავლო ანალოგიას კიდევ ერთხელ მეტყველებს თუ რამხელა მნიშვნელობა დაინახეს ჩვენმა მეგობარმა და პარტნიორმა მეზობელმა ქვეყნებმა ამ ფორუმის ჭრილში. კიდევ ერთხელ საქართველოს ხაზი გაესვა, რომ საქართველოს არათუ ინარჩუნებს, არამედ ამტკიცებს საკუთარ უალტერნატივობას ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის მიმართულებით. საინტერესო ასევე ისიც, რომ ფორუმზე განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ამ შემთხვევაში საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობის გამტკიცების საკითხებში. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ასევე მოусმინოთ შემაჯამებელ შეფასებას, რომელიც გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. საქართველოს უმნიშვნელოვანეს ფორუმს მასპინძლობს, ეს არის სამხრივი საქართველოს, თურქეთი, აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრებს. ამასთანავე ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უდიდესი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა ფორუმმა ბიზნეს სექტორში. დღეს ჩვენ ერთად მასპინძლობთ 350 ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა რომ დაამყარონ ბიზნეს კავშირები, ურთიერთობები გააღრმავონ არსებული მათ შორის ბიზნეს კავშირები და რა თქმა უნდა აღნიშნული პლატფორმა კიდევ ერთხელ იქნება უდიდესი შესაძლებლობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომ გააღრმავდებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მათ შორის ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, ისევე როგორც გამოსვლების ფარგლებში, რომ გვესაუბრა იმ მნიშვნელოვანი მიღწევების თაობაზე, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს აზერბაიჯანთან, ისევე როგორც თურქეთთან, მაგრამ ამასთანავე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩემს კოლეგებთან მესაუბრა უფრო მეტად სიხმისეულად იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც არაერთ სექტორში გვაქვს, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, ვაჭრობის მიმართულება, ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმი, ავიაცია, ზოგადად ტრანსპორტის სექტორი და ვფიქრობთ, რომ უამრავი შესაძლებლობაა, ახალი შესაძლებლობაა, რომლის გამოყენება შეგვიძლია იმისთვის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ურთიერთობები, გავაღრმავოთ ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო კავშირები ჩვენს პარტნიორ მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანსა და თურქეთთან. დიახ, უფრო მეტი შესაძლებლობები არსებობს, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საინვესტიციო თანამშრომლობის ჭრილში კიდევ ერთხელ ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად ამ ორ მეზობელ მეგობარ ქვეყანასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაქვს არაერთი საერთო პროექტი სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი იქნება კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული, მათ შორის სწორედ ამ ფორუმის შემდგომ დამჩაეშ დაბეჭდილება კიდევ ერთხელ 300-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფო სექტორთან ერთად მაღალი რანგის დელეგატები იმყოფებოდნენ სამივე ქვეყნიდან, საქართველოს, აზერბაიჯანი, თურქეთიდან და რა თქმა უნდა ბიზნეს ინსაიდერის საშუალებით ჩვენ აქტიურად გავაშუქებთ კვლავ ფორუმის შემდგომ შედეგებს, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობით, ვინაიდან მათი აზრით საკმაოდ საინტერესოა, რამოდენიმე საინტერესო შეფასება გქონდა, რომელსაც ჩვენ შემდგომ გადაცემებში აუცილებლად ნახავთ და უყურებთ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, ჩვენ ტრადიციულად დავბრუნდებით ორშაბათს იმედზე.